ახალციხეში დაწყებული ორდღიანი აქციები შესაძლოა ბათუმში გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გუშინ სოფელ ჭელას მცხოვრები დაკავებული ყველაფერი გაათავისუფლა, სამხარეო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მუსლიმები დაშლას არ აპირებენ. აქციის მონაწილეებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალეს, რაც სრულიად საქართველოს მუსლიმთა უფუთმა შეკრებილებს ბათუმში წასვლისკენ მოუწოდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი საკუთარი უფლებების დაცვას ბათუმიდან გააგრძელებენ, რადგან ადგილზე ისინი უყურადღებოდ დატოვეს. ყველა უფლება იქნება აღდგენილი და დაბრუნებული. არც ერთი პირველი პირი, რომელიც რომ პასუხს გაგცემდა, აქ არ ყოფილა მთელი 24 საათის განმავლობაში, ხალხი აქ დგას მშიერ მწყურვალი. მინარეთი მოგლიჯეს, მოთხარეს, ეს არის მუსლიმანობაში, რელიგიაში მარჯვენა ხელის ჩამოჭრა. ჩვენ ასეთი დიდი შეურაცხყოფილი არასდროს არ ყოფილვართ გარდა კომუნისტური რეჟიმისა. ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენებისას დაკავებული ყველაფერი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დღის ბოლოს გაათავისუფლა. სასამართლომ 6 მათგანს 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სამ პირს კი, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული და ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. საჯელი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრძანება არ იყო გაცემული დაბალ დონეზე, ეს იყო მაღალ დონიდან გადაწყდა. იმდენი ხალხის სპეცნაზელების იქ მოსვლა უბრალოდ შეუძლებელია. მე მგონი აფხაზეთში და ოსეთში ამდენი ჯარისკაცები მე არ მინახე. სასამართლოდან გამოსული სოფელ ჭელას მცხოვრებლები იხსენებდნენ, როგორ და რა ვითარებაში მიიყვანა პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მინარეთის დემონტაჟისას. მათივე თქმით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ისინი ავტომატის კონტრახებით სცემეს. მკლავი მაქვს ამოგდებული და წარდი მაქვს ჟარხეთქილი ორივე. დაკავების შემდეგ არავის არ მოუყენია შეურაცხყოფა, არც არანაირი პროცესი. დაკავების დროს მოხდა ყველაფერი. გულმკერდის არეში სასიკვდილო იგინია ქვეყნებული. არ გვიშვებდნენ შიგნით. ჩვენ მოვთხოვეთ ელემენტარულად სალოცავში მისვლა და დაგვიტოვეს რის საფუძველზე წერით გითხარით. რო არ გაგვიშვეს ხალხი, გამოუშვა შეეგინა არ ვიცი რომელი იყო თავი ყველა ჩაფუტი აქვთ, გამოუშვი მაგენის დედაცო. და რო დაიძრა მე და ავტომატით 60 კაცი ფეხქვეშ გაიგდეთ იმის საშუალად გავეშურენით ყველა და ყველაზე ავტომატის როლა და ყველა დაგვიწყეს ცემა, რა ვიცი. კონდახები. დღესვე ახალციხის რაიონულ სამმართველოში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთი და რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ზვიად ზვიადაძეს. რამდენიმე საათიანი საუბრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ინციდენტი ამოიწურა. მქონდა ძალიან კონსტრუქციული, ძალიან კარგი საუბარი ჩვენ წარმომადგენლებთან ერთად, საბაჟო სისტემაც ექსპერტი ჩატარდება, დასრულდება და ერთად ვიმუშავებთ, რომ ისევ თავის ადგილს დაუბრუნდეს ჩვენი ისმის სამლოცველო მინარეთი. ინციდენტი თვითონ რაც ერქვა, რასაც დაპატიმრება მოყვა, ეს ყველაფერი ამოწურულია და ეს ადამიანები სულ მალე გათავისუფლებიან, შეხვდებიან თავის ოჯახის წევრებს და მე მგონი ამით ეს სიტუაცია უნდა დაწყნარდეს და რაც შეეხება თემას თვითონ მინარეთის დაბრუნების აქ კითხვები გაჩნდა ადამიანებს. ამ თემაზე აუცილებლად როგორც ინტეგრაციის სამინისტრო, ასევე ფინანსის სამინისტრო შემოსავლების სამსახურთან ერთად ვიმუშავებთ და უახლოეს დღეებში, როცა იქ ჩატარდება ექსპერტიზა შესაბამისი, რისთვისაც ეს დემონტაჟი მოხდა, ექსპერტიზის შემდეგ გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებს შემოსავლების სამსახური, იმისა შესაბამისად ეს თავისი ხარჯებით სახელმწიფო მერე უკვე უზრუნველყოფს. დილიდან აქციას შეუერთდნენ მართლმადიდებელი ქართველები. სოლიდარობის გამოსახატად აქციაზე ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ მინარეთის დემონტაჟს ვანდალიზმი უწოდეს და განაცხადეს, რომ კონსტრუქციის ნგრევა პოლიტიკური მოტივით მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. პრობლემა, რომელსაც ჩვენ გვაქვს საქმე, ეს არის არა პოლიციის პრობლემა, არამედ უფრო დიდი პრობლემა, პოლიტიკური პრობლემა. გადაწყვეტილება, რომ მეჩეთი ჩამოეღოთ, მეჩეთის მინარეთი მოეხსნათ, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ასევე საჭირო არის სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ეს დრამატული შეცდომა გამოსწორებული იყოს და ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან ამოიშალოს ეს სამარცხვინო ლაკი. ვარ ქრისტიანი კაცი, ქრისტიანი დაბადებული გაზრდილი. მაგრამ მე დღესდღეობით აი ჩემი ძმების გვერდზე იმიტომ ვდგევარ, რომ ეს მოხდა უკანონოდ, დანგრევა.
ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა სოფელში მეჩეთის 24 მეტრიანი მინარეთის დემონტაჟი განახორციელეს. ადგილობრივი მედიის ცნობით პოლიციამ რამდენიმე ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. დაახლოებით 12 პირი კი ახალციხის პოლიციის განყოფილებაში გუშინ გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით პოლიცია დიდი ოდნობით იყო მობილიზებული სოფლის მეჩეთთან, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივების პროტესტის ფონზე მინარეთის დემონტაჟს ახორციელებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის დაკავება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. თავდაპირველად მინარეთის დემონტაჟის საფუძვლად ადიგენის საკრებულოს გადაწყვეტილება მიიჩნეოდა, რადგან მისი დასკვნით ეს ნაგებობა უნებართო დაიდგა, თუმცა მოგვიანებით შემოსავლების სამსახურმა განცხადება გავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მინარეთის დემონტაჟი მისი ექსპერტიზის მიზნით განხორციელდა, ვინაიდან კონსტრუქციის თურქეთიდან იმპორტირებისას საბაჟო დეკლარაციაში მისი კლასიფიცირება არასწორად მოხდა. ახალციხეში აქცია დღის ბოლოს დაიშალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები სოფელ ჭელაში დაბრუნდნენ, ხვალ კი ბათუმის ჯამეში შეიკრიბებიან და გადაწყვეტილებას იქ მიიღებენ.